გამარჯობა, ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერში ვიწყებთ ინტერაქტივს. მე ვარ ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია. სწორედ ამ დროიდან ნომერზე 557-58-98 შეგიძლიათ ჩვენთან დაკავშირება. დღეს გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო თემა. თქვენი ჩართულობა კი გადაცემაში ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება. სტუდია მონიტორმა გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ჩვენ შევიტყვეთ, რომ საქართველოში დანაშაულებრივი თაღლითური კოლ-ცენტრების საქმიანობა კვლავ წარმატებით გრძელდება, რომლის ფარგლებშიც ათასობით უცხოელი არის მოტყუებული, რომელთა თანხებსაც საქართველოდან ეუფლებიან ასეთი ყალბი ორგანიზაციების შემქმნელები და ამ სქემას დაზარალებულების სხვათა შორის ყავს ქართველ პენსიონერთა შორისაც. სულ ახლახანს გამოიკვეთა ინფორმაცია, დაიწყო გამოძიება და ერთი პირია ამ ეტაპზე დაკავებული. ქართველ პენსიონერებს უკავშირდებოდნენ ეროვნული ბანკის სახელით. მათ ეუბნებოდნენ, რომ საბანკო ანგარიშები ან საბანკო პლასტიკური ბარათები დაბლოკვის საფრთხის წინაშე დგას და სთხოვდნენ ქართველ პენსიონერებს, რომ მათ ეკარნახათ უცნობი ადამიანებისთვის, რომლებიც თავს ასაღებდნენ გვიმეორებ ეროვნული ბანკის თანამშრომლებად, საბანკო ბარათის მონაცემები, რაც საიდუმლოა და არასდროს არავის არ უნდა გაანდოს მოქალაქემ. ამ ყველაფრის ფარგლებში 50,000-მდე ლარი გამოსცალეს პენსიონერებს. გარდა ამისა, ბევრად უფრო მასშტაბური და გრანდიოზულია როგორც ირკვევა სქემები, რომლის მსხვერპლიც არიან ძირითადად უცხოელები. საქართველოდან იმართება ეს ჯგუფები და ამერიკაში, კანადაში და ევროპის ქვეყნებში ატყუებენ პენსიონერებს და მათ სთავაზობენ, რომ ურეკავენ საქართველოდან, ეუბნებიან, რომ საინვესტიციო პლატფორმაში თუ ისინი ფულს დააბანდებენ, ამ შემთხვევაში დიდი მოგების მიღების შესაძლებლობა ექნებათ და ბოლოს, როდესაც მოტყუებული მოქალაქე რიცხავს ამ ადამიანებთან, ამ ჯგუფებთან თანხას, მას არც უკან უბრუნდება არაფერი და პირიქით წაგებული რჩება. კადრში ერთ-ერთი დაზარალებული ჩანს საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში არის ეს დადგენილი. მოკლედ ინტერაქტივი შეკითხვა დღეს ასეთი იქნება, თქვენი აზრით, რატომ არ ხდება თაღლითური კოლ-ცენტრების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა? მეორე ქვეკითხვა იქნება, გააქვთ თუ არა საერთოდ განცდა, რომ ასეთ ცენტრებს ვინმე მფარველობს საქართველოში და ამიტომ არ ხდება მათი სათანადოდ დასჯა, მათი საქმიანობის შეჩერება და მესამე, ძალიან მტკივნეული საკითხი, ვინაიდან მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა საქართველოს ხშირად და ახლახანაც მოხდა ეს, რამდენად დიდ რეპუტაციულ ზიანს იღებს ჩვენი ქვეყანა ასეთი დანაშაულებრივი სქემებით, რომლის შესახებაც უკვე ვისაუბრეთ. მე მინდა ჩვენს მაყურებლებს და რადიო მსმენელებს სიფრთხილისკენ მოუწოდო, თუ დაგიკავშირდებიან ბანკის და სხვადასხვა უწყებების სახელით, ნუ გაანდობთ საიდუმლო პირად მონაცემებს, ნურავის. ბანკები არ გთხოვენ ხოლმე თქვენ ბარათის პინ-კოდს მაგალითად და სხვადასხვა დაფარულ მონაცემებს. თუ ეჭვი შეგეპარებათ, რომ როდესაც გიკავშირდებიან, ეს შეიძლება რაღაც საფრთხესთან იყოს დაკავშირებული, სასწრაფოდ გათიშეთ ტელეფონი და მოიძიეთ შემდეგ ბანკის ან იმ დაწესებულების ნომერი, ვისი სახელითაც დაგიკავშირდნენ და გადაურეკეთ მათ. დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, მიუმართავ მაყურებელს და რადიო მსმენელს. ინტერაქტივი შეკითხვა შეგახსენებთ, თქვენი აზრით, რატომ არ ხდება თაღლითური კოლ-ცენტრების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა? გაქვთ თუ არა განცდა, რომ ვინმე მფარველობს ასეთ კოლ-ცენტრებს და რამდენად დიდ რეპუტაციულ ზიანს იღებს ქართული სახელმწიფო, როდესაც საერთაშორისო მედიის და საერთაშორისო თაღლითური სქემის მონაწილე ხდება ჩვენი ქვეყნიდან, ჩართულობა ხდება ჩვენი ქვეყნიდან, ეს რამდენად დიდი ზიანია. პირველი ზარია გადაცემაში, გისმენთ, გამარჯობა. ისმის ჩემი ხმა? თქვენი ხმა ისმის, დიახ. ბატონო ილია, რატო არ ამბობთ, ეს სახელმწიფო იდეოლოგია, დიდინა ეგრე ფული არ იშოვა? თქვენ რას ფიქრობთ? თქვენ თქვით, თქვენი სათქმელი, ჩვენსაც ვიტყვით და ასე შემდეგ. ყველამ ჩვენი სათქმელი ვთქვათ, ეს თავისუფალი ეთერია.
და ნებისმიერი აზრის გაჟღერება შეგიძლიათ. პირველი ეტაპი როგორია კოლ-ცენტრის წარმომადგენლების. თაღლითები პოულობენ ადამიანების ტელეფონის ნომრებს, ელექტრონულ პოსტას, სოციალურ ქსელებში ინფორმაციას მათ შესახებ. ხშირად სამიზნე ხდებიან ხანდაზმულები, ან ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ ინვესტიციის გაკეთების სურვილი გააჩნია. მეორე ნაბიჯია, როდესაც ოპერატორი თავს აცნობს მას ბანკის თანამშრომლად, პოლიციელად, ტექნიკური მხარდაჭერის წარმომადგენლად ან ინვესტიციის კონსულტანტად. ზოგჯერ ამტკიცებს და ეუბნება ადამიანს ზარის ავტორი, რომ თქვენი ანგარიში საფრთხის ქვეშ არის, გთავაზობთ უნიკალურ საინვესტიციო პირობებს და ასე შემდეგ. სხვადასხვა ტექსტები აქვთ თაღლითებს ადამიანების მოსატყუებლად. მესამე ეტაპია ნდობის მოპოვება. საუბარი პროფესიონალურად მიმდინარეობს. შეიძლება გამოიყენონ ყალბი დოკუმენტები, ვებგვერდები, ელექტრონული წერილები და სხვა საშუალებები, რათა ოფიციალურად წარმოუჩინონ თავი სავარაუდო მსხვერპლს. მეოთხე ეტაპია ფულის გადარიცხვის მოთხოვნა. მსხვერპლს თხოვენ, გადარიცხოს თანხა უსაფრთხო ანგარიშზე. შეიძინოს კრიპტოვალუტა. გაამჟღავნოს ბარათის მონაცემები, მაგალითად PIN კოდი, SMS კოდი, რომელიც ბანკიდან მისდით ხოლმე მოქალაქეებს. დააყენოს დისტანციური მართვის პროგრამა. თუ კი ამ პროგრამას დააყენებს მსხვერპლი, მაშინ თაღლითებს და ამ კოლ-ცენტრების წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცემათ, რომ ყველაფერი დაინახონ, რასაც მოქალაქეები ხსნიან მობილურ ტელეფონში ან კომპიუტერში, მათ შორის საბანკო მონაცემებიც არის. მეხუთე ეტაპია ფულის გათეთრება. მოპარული თანხა სრულად გადააქვთ სხვადასხვა ანგარიშზე, ელექტრონულ საფულეებში, კრიპტოვალუტაში ხდება ქურდების მიერ დაბანდება მოპარული თანხების და ასე შემდეგ. ამის დაფარვას ცდილობენ. საყურადღებო ინფორმაცია ის თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი ამ საშინელი არა ადამიანებისგან, რომლებიც მილიონერები ხდებიან და მდიდრულ სასახლეებს ყიდულობენ და რა ქართველობა ჯერ ეს არის, ან რა ადამიანობა ეს არის, როდესაც სხვისთვის მოპარული ფულით შენ მილიონ ლარიან ავტომანქანას ყიდულობ და უზარმაზარ სასახლეებს და ფუფუნებაში ცხოვრობ და ეს გამოაჩინა ძალიან კარგად ვიმეორებ სტუდია მონიტორის ჟურნალისტურმა გამოძიებამ, რომელიც საფუძვლად დაედო დღეს ამ გადაცემის მომზადებას. ანუ გრძელდება კვლავ თაღლითური კოლ-ცენტრების საქმიანობა საქართველოში და ინტერაქტივი შეკითხვაც ხომ ის არის, რომ რატომ არ ხდება სათანადო რეაგირება, რატომ არ ებრძვის ეფექტურად სახელმწიფო ამ თაღლითებს. რამდენად დიდ რეპუტაციულ ზიანს იღებს საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე. 10,000-ობით, 100,000-ობით უცხოელი გაძარცვეს მოატყუეს უკვე საქართველოდან. როგორ დავიცვათ თავი? არასოდეს გაამჟღავნოთ ბანკიდან მიღებული ერთჯერადი კოდები. ბანკი როგორც წესი, ტელეფონით არითხოვს PIN კოდს და სხვადასხვა მონაცემებს, რომელიც ბარათზეა დატანილი. თუ ზარის ნამდვილობაში ეჭვი გეპარებათ, გათიშეთ, როგორც უკვე გითხარით და თავიდან დარეკეთ ბანკის ოფიციალურ ნომერზე. არ დააყენოთ დისტანციური წვდომის პროგრამა უცნობი პირის მოთხოვნით. თუ ინვესტიცია გარანტირებულად დიდ მოგებას გთავაზობთ, დიდი ალბათობით ეს თაღლითობასთან არის დაკავშირებული. შეგახსენებთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის კითხვას, თქვენი აზრით რატომ არ ხდება თაღლითური კოლ-ცენტრების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა? გაქვთ თუ არა შთაბეჭდილება, რომ ვინმე მფარველობს დღეს საქართველოში ასეთ კოლ-ცენტრებს და საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში, როდესაც ხდება საქართველო და ბევრი ტელევიზია აშუქებს ქართველების ამ სამარცხვინო საქციელს, რამდენად დიდ რეპუტაციულ ზიანს იღებს ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში. უამრავი დაზარალებულია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ახლა ხაზი თავისუფალია, თუ გნებავთ დაკავშირება, ძალიან მარტივად მოხვდებით ეთერში, მინიშნებას მოგცემთ. მაგალითად, თქვენ ან მე რომ 5 ლარი ვისესხოთ ბანკისგან, შემდეგ ეს ფული არ დავაბრუნოთ, ამას მოჰყვება ძალიან დიდი ხმაური. და იქამდე შეიძლება მივიდეს საქმე, რომ ვიღაცამ დაგვიჭიროს ჩვენ 5 ლარის გამო და როგორ ხდება ის, რომ ასე თავისუფლად დღისით, მზისით, ოფიციალურ მისამართებზე დარეგისტრირებული ორგანიზაციებიდან, ანუ კოლ-ცენტრებიდან ძარცვავენ ადამიანებს, მათ შორის ქართველ პენსიონერებს და 50,000-მდე ლარი მოპარეს
ქართველ პენსიონერებს მათ ურეკავდნენ ეროვნული ბანკის სახელით და ატყუებდნენ, რომ მათი საბანკო ანგარიშის ნომრები, ბარათის ნომრები და ასე შემდეგ უნდა გაემჟღავნებინათ. ზარია ეთერში, გისმენთ? მოგესალმებით. გამარჯობა. ჰორტები ვიცით, მილიონერები თავისთავად სპორტებია. ან თავისთავად სპორტს აკონტროლებს. ვინ უნდა აკონტროლოს? ახლა მილიარდერი მართავს ქვეყანას და აი ეს უნდა იყოს. ეს უნდა იყოს დაშვებული ზუსტად ეს მოგოწადა ამ კაპიტალურმა სისტემა. მეტი არაფერი. აი დაფოთებია კაპიტალურმა სისტემა. დიახ. გავიგეთ. დიდი მადლობა თქვენ რომ დარეკეთ. თუ ამ კოლცენტრების შესახებ შეიტყვეს ჟურნალისტებმა და უზარმაზარი ჟურნალისტური გამოძიება მოამზადეს ფრაგმენტებს ვხედავთ ამ გამოძიებიდან, ანუ გრძელდება კოლცენტრების საქმიანობა. თუ ამის შესახებ რიგითმა მოქალაქეებმაც კი ვიცით, ვგებულობთ ინფორმაციას ზოგჯერ ყურმოკვრით, ზოგჯერ ვიცით რომ აი ამ მისამართზე კოლცენტრია და ერთმანეთს ესაუბრებიან ადამიანები. ეს პოლიციამ არ იცის, ნუ თუ. ზარია ეთერში, გისმენთ, გამარჯობა. გაითიშა როგორც მანიშნებენ. სტუდიის ტელეფონის ნომერია 557 88 55 88. გისმენთ, გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით, დიახ. ეს თვითონ არიან ჩართულები გენაცვალე ბატონო ილია. დიახ. თვითონ აი ფარველობენ გენაცვალე. საზღვარგარეთი და რო ხელი მოუჭირე, ეგ ერთადერთი შემოსავალი აქვს ალბათ. ის არის. აი გამოსავალი რა შეიძლება იყოს? კურსაიდანაც გინა შევაბამ. ეს ეხლა ფარველობენ. დიახ. მადლობა თქვენ, მადლობა, გავიგეთ თქვენი სათქმელი. გამოქვეყნდა ჟურნალისტური გამოძიება, რომელიდანაც ჩვენ ვგებულობთ, რომ საქართველოში კოლცენტრების საქმიანობა წარმატებით გრძელდება, ათასობით დაზარალებული ყავს ამ კოლცენტრებს როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო მიმართულებით და უცხოელ პენსიონერებს ატყუებენ. საქართველოში ვინც ამ თაღლითობას ჩადიოდა, ერთ-ერთი დაკავებულია 50,000-მდე ლარი მოპარეს ქართველ პენსიონერებს ამ ყალბი მონაცემებით და ინფორმაციით. ამიტომ ვსვამთ დღეს ამ შეკითხვას გადაცემაში თქვენი აზრით, რატომ არ ხდება ეფექტური წინააღმდეგობა თაღლითური კოლცენტრების დახურვის, გაუქმების მიზნით? ვინმე ხომ არ მფარველობს, ეს ეჭვი ხომ არ გაქვთ? და საქართველოს ჩვენი სამშობლოს რეპუტაციის დაზიანებაზეც ვამახვილებთ ყურადღებას, როდესაც 100,000-ობით ჯამში ამ წლების განმავლობაში უცხოელი მოატყუეს. და საქართველოსდან გააკეთეს ეს და ამ უცხოელებმა გაიგეს ამის შესახებ, გამოძიება დაიწყო უცხოეთში, ჟურნალისტური გამოძიებები იყო და ასე შემდეგ. ზარია, გისმენთ? მოგესალმებით, გამარჯობა. სამწუხაროდ კავშირი არ არის, ჩვენი დღევანდელი გადაცემის მიზანი საზოგადოების გაფრთხილებაც არის, რომ ყურადღებით იყოთ, თუ ვინმე დაგირეკავთ და მოგთხოვთ თქვენი საბანკო პლასტიკური ბარათის პირად მონაცემებს და სხვადასხვას. გაფრთხილდით, ყურადღებით იყავით, აბსოლუტურად მინდა გთხოვოთ. აგრეთვე გაფრთხილდით ინტერნეტში. ეს ეხებათ დიდი პატივისცემით უფროსი თაობის ადამიანებს. ხშირად ქვეყნდება ინტერნეტში რეკლამა, სადაც ყვებიან, რომ ვითომ სახსრების ტკივილი ტანჯავდა ერთ-ერთ მოქალაქეს, ის გამოდის და ყვება, რომ უებარე წამალი იპოვა შემდეგ და ამ ვიდეოში არ ამჟღავნებენ ეს რა წამალია. შემდეგ გამოყავთ ცნობილი ექიმები, ოღონდ ეს ნამდვილი ექიმი არ არის, ხელოვნური ინტელექტით არის დამზადებული, მისი საუბარიც, მისი სახეც ისე გავს ნამდვილს, რომ ბევრი იჯერებს. და შემდეგ ამ რეკლამებში სთხოვენ ადამიანებს, რომ თუ უნდათ მათაც შეიძინონ, მაგალითად სახსრების ტკივილის წამალი, დააჭირონ იქ კონკრეტულ ღილაკს, შემდეგ საბანკო ანგარიშის მონაცემები უნდა შეიყვანო და ბარათის მონაცემები და ასე პარავენ ადამიანებს ფულს და ყველაფერში უნდა გავფრთხილდეთ. ისე შორს წავიდნენ იგივე კოლცენტრების მსგავსი ჯგუფები, რომ ინტერნეტში იდება ასეთი ვიდეოები, რომ ვითომ სასულიერო პირი კვდება, მღვდლის სურათია დადებული
და გეხვეწებით ჩარიცხეთ ფული ამ ღვთლის გადასარჩენადო. კარგად უნდა დააკვირდეთ, ეს ფოტოები ზოგ შემთხვევაში არის ხელოვნური ინტელექტით დამზადებული, ყალბია, რეალური ადამიანი არ არის ეგ ღვთელი. აი ამას აკეთებენ რომ მოატყუონ ადამიანი და ფული მიითვისონ ამ გზებით. სხვადასხვა შემდეგ კიდევ ასეთი ვიდეოებია ისევ ხელოვნური ინტელექტით დამზადებული, რომ ვითომ პატარა გოგონა ან ბიჭუნა კვდება, დახმარება სჭირდება მას და თუ ფულს არ ჩაურიცხავთ, შეიძლება გარდაიცვალოს, გამოდის დედა ან მამა და ამაზე საუბრობს, არა და ეს ვიდეოებიც, ეს ფოტოებიც ყველაფერი ყალბია. თუ ყურადღებით დააკვირდებით ამას, მიხვდებით, რომ არაბუნებრივად საუბრობს ადამიანი, ანუ ხელოვნური ინტელექტით ლაპარაკობს ის. მოკლედ, ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერ შეგახსენებთ 557 88 55 88. ახლა ხაზე კვლავ თავისუფალია, თუ გსურთ დაკავშირება, მარტივად მოხვდებით ეთერში. თქვენი აზრით, რატომ არ ხდება თაღლითური კოლ-ცენტრების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა? გაქვთ თუ არა განცდა, რომ ვინმე მფარველობს ასეთი ტიპის თაღლითურ დაწესებულებებს და საქართველოს საერთაშორისო ზიანზეც ვსაუბრობთ, რეპუტაციულ ზიანზე, რომელიც უკავშირდება 10,000-ობით, 100,000-ობით ჯამში ადამიანის მოტყუებას და გაძარცვას. პირველი ეტაპი კოლ-ცენტრის წარმომადგენლების ასეთია: მსხვერპლის შერჩევა. თაღლითები პოულობენ ადამიანების ტელეფონის ნომრებს, ელექტრონულ პოსტას ან სოციალურ ქსელებში ინფორმაციას. ხშირად სამიზნე ხდებიან ხანდაზმულები ან ადამიანები, რომლებსაც ინვესტიციების გაკეთების სურვილი აქვთ. მეორე ნაბიჯია პირველი ზარი მოქალაქესთან. ოპერატორი თავს აცნობს მაგალითად ბანკის თანამშრომლად, პოლიციელად, ტექნიკური მხარდაჭერის წარმომადგენლად ან ინვესტიციების კონსულტანტადაც კი. ზოგჯერ ამტკიცებს, რომ მოქალაქის ანგარიში, საბანკო ანგარიში საფრთხეშია და ეუბნება მსხვერპლს, რომ უნიკალური საინვესტიციო შეთავაზება აქვს. ასეთი უფრო ხშირია, რომ საინვესტიციო შეთავაზება აქვს. ნდობის მოპოვება, საუბრობს დამაჯერებლად, პროფესიონალურად, შეიძლება გამოიყენონ ყალბი დოკუმენტები, ვებგვერდები, ელექტრონული წერილები, ტელეფონის ნომერიც კი შეიძლება ყალბი იყოს, მაგალითად დააწეროს, როდესაც ვიღაც გირეკავთ სახელი და გვარი ეწერება ხოლმე, ან უბრალოდ მობილურის ნომერი, მაგრამ აქ შეუძლიათ მათ თამამად დააწერონ, თქვათ იუსტიციის სახლიდან ზარი. აი ამის გაკეთება მათ ხელეწიფებად. შემდეგი ნაბიჯია და დარწმუნების შემდეგ მოქალაქეებს თხოვონ, რომ ფული გადარიცხონ მათ საბანკო ანგარიშზე. ან შეიძინონ კრიპტოვალუტა. ისევ მათთან ხდება ეს ფული, ბოლოს კი ეს გათეთრებული ფინანსები კრიპტოვალუტაში, ინტერნეტ ფულში გადაჰყავთ და ასე მალავენ. გამდიდრებული ადამიანები არიან ამ კოლ-ცენტრების ავტორები. ძვირადღირებული ავტომანქანები, ძვირადღირებული წვეულებები, უზარმაზარი სასახლეები წამოჭიმეს და დავიჯეროთ, რომ ეს არ იცის პოლიციამ, არ იცის ეს არავინ, თუ ჟურნალისტები ახერხებენ, გაიგონ ამის შესახებ და აგერ ჟურნალისტური გამოძიება გამოქვეყნდა, მაშინ რატომ ვერ ახერხებს ამაზე, ვთქვათ, ინფორმაციის მოპოვებას სათანადო უწყებები. პირდაპირ ეთერშია ინტერაქტივი, ახლა ხაზი თავისუფალია, ნომერზე 557 88 55 88 შეგიძლიათ დაკავშირება, ჩვენ დღეს კოლ-ცენტრებზე ვსაუბრობთ, რომელიც როგორც ირკვევა, კვლავ წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოში, ხოლო ინტერაქტივი შეკითხვა ასეთია: თქვენი აზრით, რატომ არ ხდება თაღლითური კოლ-ცენტრების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა? და თუ ბრძოლა ხდება ეფექტური, მაშინ წესით არ უნდა გრძელდებოდეს ეს ყველაფერი. ვინ მფარველობს თქვენი აზრით ასეთი ტიპის კოლ-ცენტრებს? რამდენად დიდი დანაშაული და უსამართლობაა ეს? საქართველოს მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა ხშირად, რომ ამ ქვეყნიდან ჩვენი სამშობლოდან ძარცვავენ სხვებს და ჩვენ სამშობლოშიც ძარცვავენ ქართველებს, ქართველ პენსიონერებს. ზარია ეთერში, გისმენთ. მოგესალმებით, გამარჯობა, დაიწყეთ საუბარი. ახლა ხაზი თავისუფალია კვლავ, სტუდიის ტელეფონის ნომერია 557 88 55 88. ინტერაქტივია ეთერში. შეგახსენებთ, რომ თქვენ გვიყურებთ
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საკაბელო არხების მეშვეობით, სილქნეტი, მაგთი და სხვა თბილისში სახლის ანტენითაც შეგიძლიათ გვიყუროთ, რადიო სიხშირეზე FM 105 და 1, ნაწილობრივ გაითიშა ჩვენი მაუწყებლობა და ყველას გადაეცით, რომ სილქნეტზე, მაგთიზე გვიპოვნონ, ან სახლის ანტენით ხელახლა მოძებნონ თბილისში თუ იმყოფებიან. რეგიონებში სამწუხაროდ სახლის ანტენა გამოირთო. ზარია, გამარჯობა. გამარჯობა, ჩემო კარგო ილია. მოგესალმებით. ეს ეგრეთ წოდებული შარლატანობა დაიწყო რუსეთიდან. მე უკვე ისეთი კარგი ხსნით, თუნდაც ისმის, დიახ. ის რუსული არხები. ერთხელ მეც დამირეკეს ქალაქის ტელეფონზე, რომ ვითომ ჩემ შვილს ესაჭიროება სასწრაფო ფული, რომ დამცველობა აღედგენა. მე უპასუხე, ივანაჭე დურაკათხო და დაუყიდე ყურმილი. იმის მერე არავის დაურეკია და ხორჩოლებო რა მოგივიძათ. რა მოგივიძათ, რომ ყველა თაღლითის და არაზობის ამ წელს ხალხს გამოგებული. კარგად დამდებოდეთ. დიდი მადლობა, სხვათა შორის ეს ძალიან მძიმე და გავრცელებული პრაქტიკა იყო, როდესაც ადამიანებს ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ თქვენი შვილი ავტოავარიაში დაშავდა და სასწრაფოდ თანხაა საჭირო, რომ გადავარჩინოთ და ეს შეშინებული მშობლები შემდეგ რიცხავდნენ მართლა ასეთ ანგარიშებზე თანხას და ბოლოს იგებდნენ, რომ მათ შვილს არაფერი სჭირს. თუმცა აი თქვენ სწორად მოგცეულ ხართ ყურადღება გამოიჩინეთ და გაუთიშეთ. ზარია ეთერში გისმენთ? ილია, გამარჯობა შვილო. მოგესალმებით, გამარჯობა. იცი რა მინდა თქვა ილია შვილო. დიახ. მეც ბევრჯერ დამირეკეზა. ბოლოს ასე მითხელს არეკისმიერ, რომ თქვენო თანხა მოიგეთო, თანხაო. და ისა კოდი გვინდაო, კოდი გაინტერესებს, რომ ჩაგირიცხოთო. და მე ვთხარი, ვიარაფერი თანხა მომიგია და თანხა საიდან უნდა ჩამერიცხოს მერცი. აი ესეთ რაღაცებს აქვს ყველაფერზე მნიშვნელობა, ესეთ ატყუებენ, აი ესეთ რაღაცები. ვიფარვე რომ შვილო, ვიფარვე რომ და ჩვენი ძვირფასი ხელისუფლება. იმიტომ რომ მაგათ გარეშე ვერავინ თითქოს ვერ დაიქნეს არამც თუ რამე მოიმოქმედოს. აი ეს არის თავი და უნდა გავწმინდეთ, რა თქმა უნდა. ყურადღებით უნდა ვიყვეთ, აი ეს მინდოდა მეთქვა. აი ქალბატონო, ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთვის, გაითიშა სამწუხაროდ. 557-88-58 თქვენი აზრით, რატომ არ ხდება თაღლით თუ კოლცენტრებთან დაკავშირებით ეფექტური ბრძოლა, წინააღმდეგობა ამ ყველაფრის მიმართ, ვინმე ხომ არ მფარველობს თქვენი განცდით? საქართველოს რამდენად ზიანდება ამით, რომ ჩვენი ქვეყნიდან ურეკავენ უცხოელ პენსიონერებს, ატყუებენ მილიონობით ლარს, იჯიბავენ ამ კოლცენტრის ავტორები, თუ ჟურნალისტებმა იციან, რომ ასეთი დანაშაულებრივი სქემები ხდება და გამოძიებებში ასახავენ, რატომ არ იცის ეს სათანადო უწყებებმა? მე გამიგონია ხშირად საუბარი მოქალაქეებს შორისაც, რომ აი იცი, აი ამ ადგილას კოლცენტრია, აქ კოლცენტრია, ჩემი სახლის წინ კოლცენტრია, აი ამას თუ მოქალაქეები ხვდებიან და იციან, რატომ არ ხდება ამის გამოძიება და მოკვლევა კარგად შესაბამისი უწყებების მხრიდან? და კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ მაყურებლებს და რადიომსმენელებს, რომ ყურადღება გამოიჩინოთ მაქსიმალური. და ნურავის გაანდობთ თქვენს პირად ინფორმაციას, არასანდო პიროვნებებს ნუ გაანდობთ. ზარია, გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით. კი, მაგრამ ეს ხალხი ვერ გაუგიათ, რამდენი წლების განმავლობაში მირეკავდნენ ხალმინდა ხალმი, რას უგდენი შედავასკილო, გაიგეთე, შენი შვილი როგორ არის და მე გადაურიცხე, რა სიტყვებილებს თავს, ეს ხო ბედნიობა. Ani cifre accendele, perché da casa, a tassi vedo da quella casa, da fare gaghi, a tu mi sta da un disco, e che da verica, da le che vengono, ti da farmi tu mi fai che da lo che vai che tieni stilimina, non è che da rasto, di verica, მადლობთ, გავიგეთ თქვენი მოწოდება და სათქმელი. სხვათა შორის, სულ ახლახანს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვინც ახლა შემოგვიერთდა მათთვის, რომ გამოვლინდა ასეთი კოლცენტრების სისტემა, სადაც პენსიონერებს უკავშირდებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის სახელით
და ეუბნებოდნენ, რომ მათი საბანკო ანგარიშები დაბლოკვის საფრთხის ქვეშ არის და პენსიონერებს თხოვდნენ, რომ ეკარნახათ პლასტიკური ბარათის მონაცემები. მათ შორის SMS-ით მისული კოდი ბანკიდან. ამის შემდეგ პენსიონერს რაც ფული ჰქონდა ბანკში ანგარიშზე, ყველაფერს ეს თაღლითები პარავდნენ და გადარეცხავდნენ საკუთარ ანგარიშებზე. 50,000 ლარამდეა მითვისებული პენსიონერების ფული ასეთი თაღლითების მიერ. ბევრი და მრავალი სქემა აქვს. დამაჯერებელიც არის ეს ხანდახან. იმდენად დამაჯერებელი, რომ სამწუხაროდ დაზარალებულიც ბევრია აქედან გამომდინარე. 5-5-7-88-55-88 პირდაპირ ეთერში ვართ, ეს ინტერაქტივია. გავიმეორებ დღევანდელ ჩვენს შეკითხვას, თქვენი აზრით, რატომ არ ხდება თაღლითური კოლ-ცენტრების წინააღმდეგ ეფექტური საქმიანობა? აი ახლა ჩანს, რომ Facebook-ში განთავსებული აქვს ყალბი რეკლამები. ცნობილი სახეები გამოდიან, ვითომ გაყალბებულია, რა თქმა უნდა. და მოუწოდებენ ადამიანებს, რომ შედით ამ და ამ გვერდზე, შეიყვანეთ თქვენი საბანკო რეკვიზიტები, ბარათის მონაცემები და თქვენ ინვესტიციას გააკეთებთ კრიპტოვალუტაში, ან სხვადასხვა სახის ინვესტიციას და ასე შემდეგ. როგორც კი ამ ბარათის მონაცემებს შეიყვანდა ადამიანი, მაშინვე კარგავდა მთელ ფულს, რომელიც იმ ბარათზე იყო. და ეს ძალიან მასიური გახდა. ბოლო პერიოდში კიდევ უფრო საშინელი და მძიმე ფორმა მიიღო ამ ყველაფერმა. ვიდეოა, სადაც მამა ან დედა საუბრობს და იქ შვილის, ბავშვის დიდი ფოტოა აგრეთვე, რომელიც ვითომ კლინიკაში წევს და ეს ყველაფერი ხელოვნური ინტელექტით არის დამზადებული და ეს მშობელი მიმართავს საზოგადოებას, რომ შვილი მიკვდება და ამეხმარეთ, ფული ჩარიცხეთ. და იქ ანგარიშის ნომრებიც არის მითითებული. ესეც ერთგვარი კოლ-ცენტრია. შემდეგ ავადმყოფ ადამიანს, ვისაც სახსრების ან სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემა აწუხებს, მათ აჩვენებენ ყალბ ვიდეოს, სადაც ცნობილი ექიმი საუბრობს და ამბობს, რომ იცით, რომ ჩვენ გამოვიგონეთ ასეთი და ასეთი წამალი, ძალიან მარტივია ამ წამლის საკუთარ სახლში მომზადება და ერთ დღეში უკვე შედეგს იგრძნობთ და გამოჯანმრთელდებით. და აქაც თაღლითობა, რომ დააჭერენ ვიდეოს და გადახვალ და შეიყვან მონაცემებს, აქაც ფულს დაკარგავ. 5-5-7-88-55-88 ეთერშია ინტერაქტივი. რას ფიქრობთ ამ თემაზე? კოლ-ცენტრების თემაზე. დაგვირეკეთ და გითხარით. ხაზი თავისუფალია ახლა ამ წუთებში. კოლ-ცენტრების თაღლითური სქემა, როგორც წესი, კარგად არის ორგანიზებული და საკმაოდ დამაჯერებლადაც მოქმედებენ. პირველი ეტაპია მსხვერპლის შერჩევა. თაღლითები პოულობენ ადამიანების ტელეფონის ნომრებს, ელექტრონულ პოსტას ან სოციალურ ქსელებში მათ შესახებ ინფორმაციას. ხშირად სამიზნე ხდებიან ხანდაზმულები ან ადამიანები, რომლებსაც ინვესტიციების გაკეთება სურთ, რადგან გარკვეული დანაზოგი აქვთ. მეორე ეტაპია ზარი მსხვერპლთან. ოპერატორი თავს აცნობს ბანკის თანამშრომლად, პოლიციელად, ტექნიკური მხარდაჭერის წარმომადგენლად ან ინვესტიციის კონსულტანტად. ზოგჯერ ამტკიცებს, რომ ადამიანის ანგარიში საფრთხის ქვეშაა, ან უბრალოდ ინვესტიციის გაკეთებას თავაზობს და მაღალი მოგება გარანტირებული იქნება, ამას ეუბნება მსხვერპლს კოლ-ცენტრის წარმომადგენელი. ნდობის მოპოვება არის მესამე ნაბიჯის საუბარი, პროფესიონალურად მიმდინარეობს, შეიძლება გამოიყენონ ყალბი დოკუმენტები, ვებგვერდები, ელექტრონული წერილები ან ნომრის სხვადასხვა გაყალბების ტექნოლოგია. რათა ზარი ოფიციალურად გამოიყურებოდეს და დამაჯერებლად ჩანდეს. მეოთხეა ფულის გადარიცხვა ან მონაცემების მიღება. მსხვერპლს თხოვენ, გადაიხადონ თანხა და ეს ფული ჩარიცხონ უსაფრთხო ანგარიშზე. შეიძინონ კრიპტოვალუტა. გაამჟღავნონ ბარათის მონაცემები, პინ-კოდი მაგალითად. პინ-კოდი საერთოდ არავის არასდროს არ უნდა უთხრას არავინ. რა თქმა უნდა, ნდობით აღჭურვილი პირების გარდა. დააყენოს დისტანციური მართვის პროგრამა, რომელიც უფლებას მისცემს თაღლითებს, რომ წვდომა მოიპოვონ მობილურ ტელეფონზე ან ადამიანის კომპიუტერზე. და ფულის გათეთრება, როდესაც უკვე მიიღებენ
ეს თაღლითები ამ ფულს აბანდებენ კრიპტოვალუტაში ან საერთაშორისო ანგარიშებზე გადაჰყავთ, ამის შემდეგ მდიდრდებიან. ზოგიერთი დაბალი რანგის თანამშრომლის ხელფასი თურმე თვეში $20,000-ია, ხოლო მაღალი რანგის მუშაკების უფრო დიდი ეს შავი ფული, რომელიც ტრიალებს და ზოგჯერ უხეშადაც ეპყრობიან, ზოგჯერ აგრესიითაც მიმართავენ, დასცინიან მსხვერპლს, რომელიც რეკავს და ითხოვს თავისი ფულის დაბრუნებას. ამაზე კი უარს ეუბნებიან. როგორ უნდა დავიცვათ თავი? არასოდეს გაამჟღავნოთ ბანკიდან მიღებული ერთჯერადი კოდები. ბანკი, როგორც წესი, ტელეფონით არ ითხოვს PIN კოდს და სხვადასხვა პაროლს. თუ ზარის ნამდვილობაში ეჭვგეპარებათ, გათიშეთ და თავად დარეკეთ ბანკის ოფიციალურ ნომერზე. არ დააყენოთ დისტანციური წვდომის პროგრამა, უცნობი პირის მოთხოვნით, რა საკვირველია. თუ ინვესტიცია გარანტირებულად დიდ უზარმაზარ მოგებას გპირდებათ, აქ ესე იგი თაღლითობასთან არის საქმე. ვიმეორებ ინტერაქტივის დღევანდელ შეკითხვას, ახლა ხაზი თავისუფალია. თქვენი აზრით, რატომ არ ხდება თაღლითური კოლცენტრების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა? გაქვთ თუ არა განცდა, რომ ვინმე მფარველობს ასეთი ტიპის კოლცენტრებს და რაში ხედავთ გამოსავალს აგრეთვე? რამდენად დიდი პრობლემაა ეს ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის, რომელიც სტუმართ მასპინძლობით ამაყობს, რომელიც სოფლიოში ცდილობს თავისი ტრადიციებით, თავისი კულტურით წარმოჩნდეს და სინამდვილეში დიდი გადაცემები და სიუჟეტები მზადდება უცხოეთში ქართველ თაღლითებზე, ქართულ კოლცენტრებზე, რომლებიც 10,000-ობით, ჯამურად 100,000-ობით უცხოელს ატყუებენ, ბოლო დანაზოგს და ბოლო თეთრებს ართმევენ და თვითონ მდიდრდებიან ამის ხარჯზე. და თუ ამის შესახებ გვგებულობთ ჩვენ მოქალაქეები, მაშინ რატომ ვერ გებულობს ამ ყველაფრის თაობაზე შესაბამისი უწყებები? სარია ეთერში გისმენთ, გამარჯობა. გამარჯობა, მოგესალმებით. დიახ. მე 2024 წლიდან მირეკავე ვითომ არიან ვიღაცა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და მეკითხებიან ასეს რამე. იცნობ თუ არა კონკრეტულ პირობებს, მაგალითად ამ სახელ და გვარი ამას და ამას. ეს ნომრები იწყება 500-ით. ეს ნომრები გამოვიძიე და იღებენ ერთჯერად მოსახლარას, ასე ვთქვათ, აიღებენ და შემდეგ ალბათ იცვლიან ამ ნომრებს. ნუ ვერაფერს ესენი ვერ მოვიშორე თავი და ბლოკავ უკვე ამ ნომრებს რომ დავინახავ რომ იწყება 500-ით, ესე იგი ვიღაცა ესეთი ვირეკავს. ეხლა აი როგორ ფიქრობთ, არიან ესენი ახალგაზრდა გოგოები. ერთი და იგივე მეკითხებოდნენ ამ წლების განმავლობაში, იცნობ თუ არა კონკრეტულ პიროვნებას, მე პასუხობ, რომ არ ვიცნობ. მე მირეკავენ ისევ, იცნობ თუ არა, ნუ როგორ ჩანს, მე ავფიქრობ, ბანკებით გასცემენ რაღაცა, ასე ვთქვათ, ინფორმაციებს, და ზოგის შესახებ, რაღაცა ისეთი ჯაჭვია, ამათ ფარგლობენ როგორ ჩანს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ან სადღაც ისეთ აბა როგორ შეიძლება რომ დავუშვათ ვიღაცამ გაბედოს ესეთი რაღა აიღოს ნომერი დაურეკოს და ესე მოიქცეს ხო ეჭვს ის აჩენს რომ მე და თქვენ რომ მოვინდომოთ მაგალითად სესხად აღებული 5 ლარის არ დაბრუნება ჩვენ მაშინვე ამისთვის პასუხისგებაში მიგვცემენ და ეს ხალხი აფახერხებს რომ მილიონობით ლარი მიითვისოს და როგორ მე ხა რას ვფიქრობ, იცით რატომ მეკითხებოდნენ, იცით რომ ფსიქოლოგიურად თუ განტეხავდნენ, მე მეტყოდნენ რომ თქვენ იცნობთ ამ პიროვნებას, ამას სესხი აქვს აღებული. და თქვენ რაღაცა ვალდებულება გაქვთ მის წინაშე და ხო არიან ესეთი სუსტინების ყოფის ადამიანები, რომ შეიძლება რაღაცა დაიჯეროს ადამიანმა. ნუ რომელ მოვიშორე თავიდან მაქსისას დაურეკე და როგორ მოვიქცე ისე მივმართო პოლიციას არა მითხრას რომ დაბლოკეთ ეს ნომერი ეხლა როგორც ვხედავ ამ 500-ით ნომერს რომ იწყება და მირეკავს ეგრევე ბლოკავ ამ ნომერს
აი როგორ დავიჯერო ამის შესახებ არავინ არაფერი გამოსავალი რა შეიძლება იყოს თქვენი აზრით? როგორ? გამოსავალი რა შეიძლება იყოს ამ ვითარებიდან? როდესაც საერთაშორისო ასპარეზზეც ვზარალდებით. და შაულის ახლა სქემაში იყო ჩართული. ეხლა როგორ ფიქრობ, მის გარდა არავინ არ იცოდა რა ხდებოდა? ლილუაშვილი თუ იყო ჩართული ამ სქემაში და ეს სიმართლე სხვა თანამდებობის პირებმა არ იცოდნენ ამის შესახებ? ეს ხო გამორიცხულია. ფარველობენ, აბა არ ფარველობენ, მე გავბედავ დავშოთ, სხვა ადამიანი გაბედავს ასეთი რამის გაკეთება? დიახ. მადლობთ, დიდი მადლობა, გასაგებია თქვენი სათქმელი. სტუდია მონიტორმა გამოაქვეყნა გუშინ ვრცელი ჟურნალისტური გამოძიება, რომელშიც საუბარია, რომ საქართველოში წარმატებით გრძელდება კოლ-ცენტრების საქმიანობა, რომლებიც ძარცვავენ საერთაშორისო პენსიონერებს საერთაშორისო დონეზე, მათ შორის საქართველოშიც ქართველ პენსიონერებსაც ძარცვავენ და არა მხოლოდ ქართველებს, მეზობელ სომხებსაც კი და არის აქ ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში ფაქტები ამის შესახებ. რატომ არ რეაგირებს ამ ყველაფერზე? სათანადოდ ის უწყება, ის საგამოძიებო უწყება, რომელსაც ევალება რეაგირება. ხომ არ მფარველობს ვინმე ამ ყველაფერს? თქვენ როგორ აფასებთ ამ თემას, ამ საკითხს, გამოსავალს რა შეხედავთ? რამდენად დიდი ზარალია ეს ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც მართლმადებლურ ქვეყანად, სტუმართ მოყვარედ, საოცრად ლამაზ ქვეყანად არის მიჩნეული მთელს მსოფლიოში და ამ დროს თურმე ჩვენი ქვეყნიდან იძარცვებიან უცხოელი პენსიონერები და ქართველი პენსიონერებიც მათ შორის. ძალიან მძიმეა თემა. მესმის რომ აი რატომღაც დიდი ჩართულობა არ არის ამ გადაცემაში დღეს და გრძნობ რომ მაყურებელსაც ამძიმებს ამ საკითხზე საუბარი, მაგრამ მე გირჩევთ რომ თამამად და ღიად დაგვიკავშირდეთ და გვითხრათ, რაში ხედავთ თქვენ გამოსავალს, როგორ აფასებთ ამ საკითხს საერთოდ, რამდენად დიდია ზარალი და ასე შემდეგ. ზარია, გამარჯობა. მოგესალმებით, გამარჯობა. გამარჯობა. გისმენ. მე გამარჯვებთ, მე თავი ამ საკითხი მაგრამ როგორც ჩანს, მოკელი არის მეკავები ამ საკითხზე. თქვენ წარმოიდგინეთ ესა. მათი უნივერსიტეტი ამ საქმეში შემოდაცია. რატომ არ დაკეთებენ? რატომ არ დაიწყებენ იმას, რომ ფილმების დირექტორები არის და რატომ არ მეიწვიეს და ეს მოკელი აქვს დაწყვეტილება? ხო ჩანს რომ მე და თვითონ დავიწყებენ. კეთილი, გავიგეთ თქვენი მოსაზრება, დიდი მადლობა ზარისთვის. სტუდიის ტელეფონის ნომერია 557 88 55 როგორც რადიო მსმენელებს, ასევე ტელემაყურებლებს შეგიძლიათ დაკავშირება. კიდევ ასეთი თაღლითური სქემაა ინტერნეტში, ადამიანს სწერენ წერილს, სადაც ეუბნებიან რომ მან მოიგო ძალიან დიდი თანხა და ეს თანხა რომ ჩაერიცხოს, ამისთვის საჭიროა ჯერ კონკრეტული ხარჯებისთვის გადაიხადოს რაღაც ფული. ბევრი სქემაა ძალიან, ნუ დაიჯერებთ, მოგიწოდებთ ასე მარტივად. ზარია, გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით, დიახ. ისიც რა, დიახ, ცოტა მქონდა. დიახ. ისიც რა, აი მე მაგალითად ბინა მაგ დასაგირავებელი და დაგირავება ვერ მოხედე, ერთხელ მე ქვემოთ აი GPS-თან გადაგირავებას ვაკეთებ და სიტყვა და საქმე რატო აკრძალეს საერთოდ? აი რატო გაუქმეს? ეს ინტერნეტში არის ყველაფერი მე მომატყუეს თან რამდენჯერმე, იმიტომ რომ ვეტავდნენ და კიდე კარგი რომ არ მივეცეს ბანკის ნომრები, იმიტომ რომ დასაქმებას გთავაზობენ და 250 ლარი უნდა ჩაარჩიოთ, თუ 250 უნდა ჩაარჩიოთ რაღაც ამასი. კი. მე რაღაც მეტყობა გაჩნდა, მაგრამ მე მომდაშვა მითხრა, მე სხვა ბანკში დავრეკე და იმის სახელი თურია. და მიყვეს რომ მე იმიტომ გამიკვდა რომ ესეც რამე ხა Facebook-ზეა და ბევრი სუპრიალებს. აი ჯანმრთელობის წამლებიც კიდე შემაძენია, იმიტომ რომ
იმიტომ რომ მე არ მქონდა მე ვისწრე ეს ფული რომ მინდოდა თვალების პრობლემა +1 მაქვს და სანამ ახვალია იმკურნალებმე კიდე ბევრი წელი რაღაცა და დრეკავე და ზუსტად იცი აგეგონებულა შენი პრობლემა აქვს და გეკთავაზებენ ისეთ რამს აქ ოპერაცია დაგჭირდება არაფერი და ახლა ძალიან ის არის 260 ლარად თუ იყიდი რამოს ხა ცოტა ისეთია ხო? კი, მისაღები პირობებია თითქოს. ხა ისეთ ნაკიდი, მაგრამ ის თვალის რაღაცა ცოტა რა ვიცი, უბრალოდ გაში მეძინებოდა ხოლმე და ერთი არის რაღაც კიტაკა, საშინელი ბლუ რაღაცა და ეს საერთოდ მიდევს ყველა გამოქმნა გადასაყრელი ნამდვილად არ მაქვს, იმიტომ რომ ნაცისხერი ფულია და ეს 5000 რომ ის ხედა 10000 გაჩა დასაბრუნებელი ეს სამძნელია და მომპარეს 2500 ლარი უბრალოდ სახლიდან კიდე და ამის ეს ალბათ ნაცნობია რაღაცა არა კარგად აქვს შესწავლილი ადამიანების ცხოვრება ამას ხედავენ Facebook-ში დაწერილი კომენტარებით ნებისმიერი სხვადასხვა შესაძლებლობით აქვთ მაგათ შესაძლებლობა რომ ეს გააკეთონ და შეისწავლონ დილიდან საღამომდე გირეკავენ, აი არ გაჩერდებიან, ხო, დედა სამწყობში ყავდა და სულ ყოველ წუთში რეკავდნენ, ვეუბნებოდი რომ ხო შეიძლება ერთხელ მაინც დარეკოთ დღეში. რაღაცა აი ძალიან კარგია და აბა როგორ რა მოიფიქრეთ და რა იცით თქვენ ასეთ ვარიანტი აღარ გექნებათ ფას გაკლება და რაღაც მაშინ სწავლობთ. მადლობთ ალბატონო, დიდი მადლობა თქვენს არისთვის. როგორც ხედავთ ძალიან მასიურია ეს პრობლემა, ჩვენ ზარებშიც გაისმა, თავად დაგვიკავშირდნენ ის ადამიანები, ვინც მსგავსი სქემების მსხვერპლი არიან. ინტერნეტში იმდენად დახვეწილად ამზადებენ ამ ვიდეოებსაც, რომ ცნობილი ექიმი ლეო ბოკერია გააცოცხლეს, უბრალოდ მისი ვიდეო შექმნეს ხელახლა. ისეთი რომ შეხედავ გეგონება მართლაც ლეო ბოკერია საუბრობს და მართლაც ლეო ბოკერიას ხმა, ვიზუალია, ყველაფერი, მაგრამ ეს ხელოვნური ინტელექტით გაკეთებულია, ამიტომ შინაარს უნდა მივაქციოთ ყურადღება. ზარია ეთერში, გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით. ილია ხარ? კი ბატონო, ეთერში ხართ, გისმენთ? გამარჯობა, ილია. გისმენთ? აი, კიდევ სამიცია ტელევიზორზე აღარ უყურებ ობიექტებს და რა ხდება რა არის? რამდენიმე სიხშირეზე ფინანსური დიდი გადასახადის და დავალიანების გამო ჩვენი მაუწყებლობა გამორთეს დიდი წუხარებით მინდა გითხრათ. თქვენ სად ბრძანდებით თბილისში თუ რეგიონში? ყვარელში თუ ბრძანდებით, საკაბელო ტელევიზიებზე უნდა მოგძებნოთ, ეს არის სილქნეტი თუ ხელმისაწვდომია თქვენთვის, მაგთი და სხვადასხვა საკაბელოები. აი იქ უნდა გვეძებოთ, სახლის ანტენით ვერ იპოვით ამ ეტაპზე. ძალიან მწუხართ. დიდი მადლობა თქვენ. ერთგულებისთვის. მადლობა. ლეო ბოკერი არის შეუდარებელი ექიმი, მას ჯანმრთელობას და წარმატებას უსურვებ. ცოტა ხნის წინ ვახსენე მე რომ აი მისი ვიდეო შექმნეს, სადაც ლეო ბოკერია ყვება რაღაც წამალზე და ყალბი ვიდეოა ეს და იქ შემდეგ თაღლითური სქემა. აი ასეთ ცნობილ ადამიანებზე აკეთებენ ამას. ცნობილი ადამიანების სახეებით, მათი საუბრით, მათი ხმით, ყალბ მონაცემებს ინტერნეტში. ეს ხელოვნური ინტელექტიც იმდენად დაიხვეწა, რომ ვერ გაარჩევ თითქმის თუ შინაარს კარგად არ მიაქცევ ყურადღებას, ეს ადამიანი ნამდვილად საუბრობს თუ დამონტაჟებულია და შექმნილია. ზარია, გისმენთ? მოგესალმებით, გამარჯობა. ეს ამხელა სამართლებო შექმნეს. და Facebook-ში პატრონებს აკუთვნებიან აუქში დაწეს ხელისუფლებაზე ამ თაღლითობა ხო დანაშაულია. მითვისება ქულები და ასე შემდეგ. დიდი დისპოზიცია გააჩნია ამ მოხს. და მრავალი კიდევ სხვა. ვისაც ცოტა ჭკუა უჭრის და უნდა რომ დააჭიროს ციხე და იაზრონოს. ყველა მიწება რომ ყველა პირობაში ქვეყანაში აქედან იძულებით წასვლისა. ხელფასი, უმუშევრობა, უხელფასობა უბრალოდ. ეს ხალხი ბანკის ვალებში რჩება ძალიან ბევრი. არაერთხელ იყო ტელევიზიით თუ თქვენი არქით რა თქმა უნდა ობიექტივურად ფოტოგრაფიაში თუ
პროცენტულად რამდენი პენსიონერია, ალბათ ყველა პენსიონერი 99 ვისაც ბანკის თვალი აქვს, ამხელა პროცენტები. და ამისი მე ვეთანხმები ცხოვრებულ ოპიანს. ჩვენ ის ეროვნული გამოთაყვანებულობა მეტი არაფერი. ისტორია აიგზავნა ჯერ ჩემდროს იცანობდა კვირაში 2 საათს. და ისიც კი აი ძალიან ცოტა რაღაცები. მოდიან ბეკავენ უდებიან, მე კიდე ბევრი მოკუდებიან და ეს მაგერას ამათმრული შექმნეს პედაგოგიულები. ერთი დაღლილი მაინც დაგვანახეთ დაჭერილი, ვინ არის, რა არის, საცხოვრებელი, გვარი, სახე. დიახ, მადლობა ზარისთვის. ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში, რომელსაც მე მოგიყევით, სახეებია, ვინაობებია გამოქვეყნებული ამ სქემაში მონაწილე პერსონების. ძალიან მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა ამ ყველაფერმა. ჩვენ არ გვაქვს უფლება ამ ფილმის გაშვების შეუთანხმებლად სტუდია მონიტორთან და ამ ეტაპზე თუ დაინტერესებული ხართ რომ ნახოთ ეს ფილმი, აკრიფეთ სტუდია მონიტორი Facebook-ში, YouTube-ზე ან არ ვიცი, გნებავთ Instagram-ში და გაეცანით ამ ყველაფერს, თუ კი სურვილი გაქვთ. ჩვენ დღეისთვის ვასრულებთ გადაცემას. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ აქტიურობისთვის, ბოლოს არსაც შემოუშვებთ და შემდეგ დაგემშვიდობებით და მადლობა ყველას, ვინც გვიყურებდა და გვისმენდა. გამარჯობა, გისმენთ. დაიწყეთ საუბარი, ეთერში ხართ. კარგით, ნუ არ არის კავშირი როგორც ჩანს. ალო. გამარჯობა, ეთერში ხართ, გამარჯობა, დაიწყეთ გთხოვთ. ალო. ეთერში ხართ, გისმენთ. დიახ, აბზე თაღრითოვაზე რომ არის ლაპარაკი. კარგით, ნუ გემშვიდობებით. არის მის თქვენი ხმა, ტელევიზორს ხმა უნდა გამოურთოთ, როდესაც რეკავთ ეს თხოვნა მექნება, თუმცა ახალი მაყურებლები და რადიო მსმენელები გვიერთდებიან და ამის შეხსენება საჭიროა ხოლმე. ნახვამდის ილია ჩაჩიბაია უძღვებოდი დღევანდელ გადაცემას, გემშვიდობებით. ოვნას პირდებოდა